მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. სასამართლო ერთადერთი ორგანო არის, რომელიც მართლმსაჯულებას ახორციელებს. სამართლის ყველაზე დიდ დამხმარედ მიიჩნევს ბრალდებული, რომელიც ფდომის დარბაზში. თუ გაიზარდა მომხმარებელთა რიცხვი და სასამართლოსადმი მოქალაქეთა მომართვიანი. საქმეთა რაოდენობაც მოიმატა და მომხმარებელმაც საქმეთა ნაკადმა. ჟურნალისტის ყოფნა პროცესზე გაასმაგებული мотиваცია, რომ კარგად წარმოჩინდეს სასამართლო. სამართლის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელით. მაგისტრის სასამართლო შექმნა მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო. პირდაპირ ეთერს უბრუნდები. სასამართლოში წესრიგს უზრუნველყოფს საერთო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი, არსებობს შინაგანაწესი, თუ რა ითვლება დარღვევა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე რამდენიმე წელია ელექტრონული მართლმსაჯულება ხორციელდება. ეს არის უდიდესი კომფორტი. მოსამართლისგან 5 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი და 6 მამრობითი სქესის. ყველაზე დიდი შემფასებელი ეს არის საზოგადოება. შეეხება ადგილზე მოსულ მოქალაქეებს, თავაზობ მაღალკვალიფიციური იურისტების მომსახურებას. ისმეთ გადაცემას მართლმსაჯულება. გამსხვილება მოხდა სასამართლოების სულ 24 გამსხვილებული სასამართლო არის საქართველოში. არის გაძევებას და დაჯერიმებას კომპლექსური ფორმით, მაგრამ ძალიან შემცირდა. საზოგადოება მისწავლა, როგორ უნდა მოიქცეს. ბათუმის საქალაქო სასამართლო საერთო სასამართლოების სისტემაში თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ არის მეორე სასამართლო. სამართლე ყოველდღე უნდა ვითარდებოდეს. გადაცემა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით. ეთერშია გადაცემა მართლმსაჯულება. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, აჭარის რადიოს პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM 104.5. თქვენ ისმენთ გადაცემას მართლმსაჯულება, რომელსაც მე ჟურნალისტი თამილა დოლიძე გავუძღვები, ჩემთან ერთად გადაცემაზე რეჟისორი ინგა ნარჩემაშვილი მუშაობს. დღეს ჩვენს კითხვებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე უპასუხებს. გადაცემა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით არის მომზადებული. დღეს ოჯახურ ძალადობაზე ვისაუბრებთ. ეთერშია გადაცემა მართლმსაჯულება. ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, ლაშა თავართქილაძის რეზიუმეს შემოგთავაზებთ. ლაშა თავართქილაძე 1980 წლის 25 აგვისტოს ხულოს რაიონში დაიბადა. 1997 წელს ხულოს რაიონის საშუალო სკოლა, 2002 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2002 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სამოსამართლეო სწავლების ცენტრში მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი გაიარა. 2003 წელს პროკურატურის მუშაკთა, 2006 წელს ნოტარიუსთა და ადვოკატთა, 2007 წელს კი მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდების სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით ჩააბარა. 2002-2006 წლებში ქობულეთის რაიონის სანოტარო ბიუროში კონსულტანტად, 2007 წლის თებერვალ-ნოემბერში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მთავარ სპეციალისტად, 2007-12 წლებში კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. 2012-13 წლებში ლაშა თავართქილაძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო. 2013-14 წლებში კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად მუშაობდა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაინიშნა. 2014 წლის 9 ივნისიდან მოსამართლის უფლება-მოსილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახორციელებს. ყავს მეუღლე და ერთი შვილი. ეთერშია გადაცემა მართლმსაჯულება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ბატონ ლაშა. მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემის თემას დაუბრუნდეთ. ოჯახში ძალადობა, ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახური ძალადობა ჩვენ საზოგადოებაში ტაბუირებული თემაა და გენდერული ცენზურისა და თვითცენზურის გავლენის გამოხატულებაა. რუსეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 14,000-ზე მეტი ქალია მოკლული მეუღლის ან სექსუალური პარტნიორის მიერ. შეერთებულ შტატებში კი წელიწადში საშუალოდ 4 მილიონი ქალი განიცდის ფიზიკურ შეურაცხყოფას მამაკაცების მხრიდან. 2014 წლებში ოჯახურ კონფლიქტებში მონაწილე 10,188 პირიდან 5,276 იყო მამაკაცი, 4,912 ქალი. დამაფიქრებელი სტატისტიკა არა ბატონ ლაშა. და ზოგადად რას ითვალისწინებს საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ. რაც შეეხება პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, თვითონ ეს კანონი მიღებული იქნა 2006 წლის 25 მაისს და სახელწოდებიდან გამომდინარე მისი
იგი ითვალისწინებს ძირითადად ოჯახში ძალადობის გამოვლენას, მის აღკვეთას და ოჯახში ძალადობის შედეგად მსხვერპლის დახმარებას, დაცვას. ამასთან იგი ითვალისწინებს ისეთ გარემოებს, როგორიც არის მაგალითად საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომების უზრუნველყოფა, რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა, რომელიც შემდგომში მოძალადისაგან დაიცავს თვითონ მსხვერპლს. დიახ, და ვინ შეიძლება იყოს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი? ოჯახური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, რომელიც მათ განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური იძულება, ასევე რომელიც მსხვერპლის სტატუსი, აგრეთვე აქ მთავარი არის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრა, რომელსაც განსაზღვრავს თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური ან სასამართლო ორგანო და ასევე არის შექმნილი სტატუსის განსაზღვრელი ჯგუფი, რომელსაც ეგრეთ მსხვერპლის იდენტიფიკაციის ჯგუფი ეწოდება. და აი ვინ შეიძლება ვთქვათ მეუღლეები, დედა, მამა, დედამთილი, მამამთილი, აი რამ ვინ და ვინ შეიძლება იყოს? შეეხება ოჯახის წევრის განმარტებას, ამ შემთხვევაში ეს ფართოდ არის მოცემული მოცემულ კანონში. ეს არის ძირითადად პირველი და მეორე, პირველი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავები და მათ შორის არის აგრეთვე სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, ასევე მეურვე. ანუ ოჯახის წევრების გარდა სხვა პირებიც. სხვა პირები, ეს არის აღმავალი და დაღმავალი ძირითადად მოიცავს დედა, მამა, შვილი, პაპა, ბაბუა, ნაშვილები, გერი, მშვილებელი და ამათთან ერთად დამატებით არის ის პიროვნებები, ვინც ჩამოვთვალე მე. ანუ ვინც ოჯახში არ ცხოვრობს, მაგრამ ოდესღაც ითვლებოდნენ ოჯახის წევრებად. რა თქმა უნდა, დიახ, სიძე, ყოფილი მეუღლეც. დიახ. გასაგებია. და აი რა და რა სახის ოჯახური ძალადობის ფორმები არსებობს? საერთოდ ზოგადად არსებობს წეღანას სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით განვარტი და გავიმეორებ, რომ არსებობს ფიზიკური ძალადობა, რაც შეიძლება გამოიხატოს ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილებს. ასევე შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ძალადება, ეს არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ასევე შეიძლება იყოს იძულება, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს გარკვეული მოქმედება. შეიძლება იყოს ასევე სექსუალური ძალადობა. ეს არის სქესობრივი კავშირი, ძალადობის მუქარით, ან მცირეწლოვანთან, ან თვითონ უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ასევე შეიძლება იყოს ეკონომიკური ძალადობა და აგრეთვე იყოს უგულებელყოფა თავისი ნების საწინააღმდეგოდ. გასაგებია, რამდენად ხშირია, იცით რა მაინტერესებს? ვიცი ოჯახური ძალადობა, ქალებზე ძალადობა ერთია, მაგრამ აი მოხუცებზე ძალადობის ფაქტები თუ არის თქვენს პრაქტიკაში? აი ოჯახის მოხუც წევრებზე მაინტერესებს. ჩემს პრაქტიკაში მოხუც წევრებზე არ ყოფილა, მაგრამ ასეთი შემთხვევა იყო, რძალსა და დედამთილ შორის იყო ძალადობა. ამ შემთხვევაში ეს იყო შემაკავებელი ორდერით იყო შემოსული სასამართლოში. მე თვითონ ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე ვარ და შემაკავებელ და დამცავ ორდერს ვიხილავ მოცემულ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში ორი კატეგორიის შემაკავებელი ორდერი იყო შემოსული, ერთი დედამთილის მხრიდან, მეორე რძალის მხრიდან, მაგრამ აქ სასამართლოს მიერ ამოსავალი წერტილი იყო ის გარემოება, თუ რომელს ჰქონდა მსხვერპლის სტატუსი მინიჭებული და როგორც ეს თვითონ შემაკავებელი ორდერი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, რომელიც წარედგინება სასამართლოს და იგი 24 საათის განმავლობაში ახორციელებს მოცემული შემაკავებელი ორდერის განხილვას. და ვინაიდან ძალს ჰქონდა სტატუსი მინიჭებული როგორც მსხვერპლის მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ, რა თქმა უნდა, ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ მოხდა მათ შორის განრიდება. საერთოდ დიდი სახლი იყო, მაგრამ გარკვეული საერთო სარგებლობის ოთახები, რომელიც შეიძლება იყოს სამზარეულო ან რაღაც ისეთ, სადაც შეიძლება ერთმანეთს შეხვედროდნენ, გარკვეული პერიოდით აუგრძალა. ეს დაახლოებით გრძელდება 1 თვის ვადით. გასაგებია. და აი კიდე ერთი მაინტერესებს, აი თუ არის ასეთი შემთხვევები, თქვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკური შეურაცხყოფის მაგალითები თუ გქონიათ პრაქტიკაში?
მე ეხლა 6 თვე რაც მუშაობ სასამართლოში და ამ შემთხვევაში არ მქონია ასეთ შემთხვევა. მე უფრო ცოლ-ქმარ შორის მქონდა რამოდენიმე შემთხვევა, იყო შემიძლია ხალხსა და მამაკაც შორის უფრო მეტად. უფრო ხშირად არის მოძალადე, ყოველთვის არის რაც მე პრაქტიკაში მქონია, მამაკაცი არის და ის ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ძალსა და დედამთილს შორის. და ეკონომიკური შეურაცხყოფაც, აი ძალადობის ერთ-ერთი ფორმა არის. ეს ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების შეზღუდვას. გასაგებია და რა მაინტერესებს იცით ბატონ ლაშა, რა სასჯელია, რა სახის სასჯელია გათვალისწინებული, თქვათ, სხვადასხვა სახის ოჯახური ძალადობის მიმართ. არის რაიმე ითვალისწინებს? კი, მოცემული კანონი ითვალისწინებს, ეს არის სისხლისამართლებრივი, სამოქალაქო სამართლებრივი და ადმინისტრაციული სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისამართლებრივი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ იგი ძირითადად სისხლისამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ასეთაც შეიძლება იყოს, მაგალითად, სისხლისამართლის კოდექსით გათვალისწინებული ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კატეგორიები. სამოქალაქო სამართლებრივი ძირითადად გამოიყენება, ეს არის ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ხოლო საადმინისტრაციულ სამართლებრივი ძირითადად შემოვიფარგლებით, შემაკავებელი და დამცავი ორდერით, ოღონდ ესეც იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ძალადობა არ შეიცავს სისხლისამართლის წესით დასჯად დანაშაულის ნიშნებს. გასაგებია და ანუ აი თქვენს პრაქტიკაში მაინტერესებს არც ისე დიდი ხანია მუშაობთ, თქვენ ამბობთ, მაგრამ თუ იყო, თქვათ, აი რამდენი წლით განისაზღვრა, თუ არ ქონიათ ასეთ შემთხვევა? შემაკავებელი გარიგების, მხოლოდ გარიგებაზე შემაკავებელი და დამცავი ორდერს აქვს თავისი ვადები. აქ თვითონ კანონით არის განსაზღვრული. დამცავი ორდერი, როგორ არის, იცით, შემაკავებელი ორდერი, ეს არის პოლიციის მიერ გამოცემული აქტი, რომელსაც ამტკიცებს სასამართლო და მისი მოქმედების ვადა არის ერთთვემდე, ხოლო რაც შეეხება დამცავი ორდერი, ეს არის სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული აქტი, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლის დროებით დაცვის ღონისძიებას. მისი მოქმედების ვადა არის განსაზღვრული 6 თვემდე, მაგრამ კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო და შესაბამისად შესაძლებელია აღნიშნული 6 თვიანი ვადა კიდევ სასამართლოს მიერ გაზრდილი იქნეს 3 თვით. გასაგებია და აი დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობაში არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მოძალადის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მე-11 პრიმა მუხლით განისაზღვრება, ასევე მოძალადეს პასუხისმგებლობა ეკისრება 126 პრიმა მუხლით. კონკრეტულად რას ითვალისწინებენ ეს მუხლები? აი რადიომსმენელმა რომ უფრო კონკრეტულად გაიგოს. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში მე-11 პრიმა მუხლის ეს სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში შევიდა აღნიშნული დამატება, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის და აქ წეღანაც განვარტე და ეხლა დავიმეორებ, რომ ეს ძირითადად ეხება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთ დანაშაულებს, როგორიც არის განზრახყლობა, დამამძიმებელი გარემოებებით, თვითმკვლელობამდე მიყვანა, სხეულის განზრახ-მძიმე დაზიანება, ნაკლებად დაზიანება, ცემა და ასე შემდეგ არის ჩამონათვალი, ხოლო რაც შეეხება 126 პრიმა მუხლი, ეს არის განსაკუთრებულ ნაწილში არის სისხლის სამართლის კოდექსში ეს აღნიშნული მუხლი და ითვალისწინებს ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება არის მოცემულ შემთხვევაში, მაგრამ არ უნდა გამოიწვიოს ისეთი დანაშაულის ნიშნები, როგორიც არის მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსის 117, 118, 120 მუხლით გათვალისწინებული, ესენი ძირითადად არის სხეულის განზრახ-მძიმე დაზიანება, სხეულის განზრახ-ნაკლებად სუბუქი დაზიანება და ასევე ცემა. ამ შემთხვევაში ითვალისწინებს სასჯელს, ეს არის შემამსუბუქებელი სასჯელია, რა თქმა უნდა, 180-დან 150 საათამდე საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა, მაგრამ აქვე არის მეორე ნაწილი, რომელიც უფრო დამამძიმებელია იმ შემთხვევაში, თუ იგი ხდება არასრულწლოვანის ორსული ქალბატონის მიმართ, ან არაერთგზის, ასევე პირთა ჯგუფის მიმართ, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა იზრდება 150-დან 200 საათამდე, ხოლო ასე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს თავისუფლების შეზღუდვა 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა. და განმეორების შემთხვევაში კიდე თუ გაიმეორა მრავალგზის
ეს თვითონ 126 პრიმამუქში არ არის, მაგრამ ეს უკვე დამამძიმებელი გარემოებები იქნება და თუ იგი უკვე ცოტა სხვა მუხლებით შესაძლებელია იგი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ეხება, შეიძლება აღნიშნული მუხლით იქნეს კიდევ დაკვალიფიცირებული. გასაგებია. სტატისტიკური მონაცემებით მშობელთა მხრიდან შვილებთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობის რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 50,000 აღწევს. გაცილებით დიდია ოჯახის სხვა წევრების მიერ არასრულწლოვანთა გაუპატიურების შემთხვევები, ეს ხალხი მოსახლეობის დაახლოებით 32% შეადგენს. შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 1900 ქალი ხდება ოჯახური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. კანადაში 17 წლამდე ასაკის ყოველი მეოთხე გოგონა. რუსეთში ყოველწლიურად უფროს კლასელთა 30%, კოსტა-რიკაში ახალგაზრდა მარტოხელა დედების 95% სწორედ ინცესტური ურთიერთობის შედეგად დაორსულდა ასაკით 16 წელს ქვემოთ. საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს და არა იმიტომ, რომ ინცესტი ჩვენთვის უცხო და ნაკლებად აქტუალური დასავლეთისგან თავსმოხვეული პრობლემაა. რამდენიმე წლის წინ თბილისში საზარელი და ბუნდოვანი მკვლელობა მოხდა, შვილმა მშობლები მოკლა და დანაშაულის თანამონაწილედ აღიარეს ბევრი რამ საკმაოდ არაურაზროვნად დაძმის ინცესტზე მიანიშნებ და ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი, უბრალოდ გახმაურებული ფაქტია, გაცილებით ბევრია დამალული და აუღიარებელი. საქართველოში ბავშვთა პროსტიტუციის თითქმის 90%-ს ინცესტის შედეგად ნაადრევად სექსუალურ ურთიერთობაში დაწყებული არასრულწლოვანები შეადგენენ. თუ ქონიათ თქვენს პრაქტიკაში ამ კატეგორიის საქმე და ზოგადად ბათუმის სასამართლოს პრაქტიკაში თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა და ზოგადად ასეთ საქმეებს უფრო მეტად საქართველოში მალავენ თუ რა ვიცი, ტაბუდადებული თემა არის ნამდვილად. პირველ რიგში თქვენ წერან რო ახსენეთ ის მართლაც შემზარავი ფაქტი იყო თბილისში, რომელიც მოხდა, ეს დიღომში მოხდა, თუ ახსნები, მამამ ისა შვილმა მშობლები დახოცა და სახში ყავდა გადამალული აღმშობლები. მართლაც შემზარავი ფაქტი იყო, მაგრამ როგორც ასეთი ბათუმის სასამართლოში ჩემი ინფორმაციით რომ მოვიკვლიე ბოლო პერიოდის განმავლობაში, ახლო პერიოდის განმავლობაში ასეთი დანაშაულების შემადგენლობები არ ყოფილა. თვითონ კანცელარიასაც მოვიკითხე და თვითონ შევეკითხე, ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებები და ჩვენთან საბედნიეროდ ბათუმის სასამართლოში ასეთი რამ არ ყოფილა. დიახ, და აი მაინტერესებს თქვენთან თქვათ განიხილეს საქმე ოჯახური ძალადობის და აღიარეს რომ მამაკაცი არის დანაშაული, ან 200 საათი თუ რაღაც როგორც ამბობთ თქვათ შრომობს ეს კაცი, მაგრამ მსხვერპლი თვითონ აი რეაბილიტაცია, რომელსაც ესაჭიროება მსხვერპლს, აი კანონმდებლობა მის სოციალურ რეაბილიტაციას თუ ითვალისწინებს და თქვენ რაიმე რჩევებს თუ აძლევთ ამასთან დაკავშირებით, ვინმეს თუ აკავშირებთ, აი თქვა შედგა სასამართლო. გამოიტანეს განაჩენი, რომ ეს კაცი არის ნამდვილად მოძალადე. კარგი, კაცი დავსაჯეთ, მაგრამ ქალი სად მიდის? სახლში მიდის? თუ არა, არსებობს ასე კანონით გათვალისწინებული არის ასევე მაინტერესებს დროებითი საცხოვრებელი, არსებობს თავშესაფარი და კრიზისული ცენტრებიც კი არსებობს, მაგრამ დღეის მდგომარეობით საქართველოში რამდენად ფუნქციონირებს ეს ჩემთვის ამ ეტაპისათვის არის უცნობი, მაგრამ როგორც კანონში არის გათვალისწინებული, თვითონ მსხვერპლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია თავშესაფარში ფსი განთავსება, გარკვეული პერიოდი არის, ეს არის 3 თვემდე ვადით შესაძლებელია, მაგრამ თუ ეს საკმარისი არ იქნება, ამ შემთხვევაში შეიძლება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მისი გაგრძელება. რაც შეეხება კრიზისულ ცენტრებს და თავშესაფარს, აქ ძირითადად ხდება თვითონ ამ მსხვერპლის რეაბილიტაცია. იგი ძირითადად იქნება საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და დაცვის სამინისტროს სისტემაში. ასევე შესაძლებელია არასამეწარმეო და არაკომერციული იურიდიული პირების მიერაც იქნეს შექმნილი აღნიშნული ცენტრები, ოღონდ აქ არის ის დათქმა, რომ იგი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რაც ჯანდაცვის სამინისტრო ძირითადად ადგენს. ესენი არის ძირითადად ის გარემო ისინი, რომ უნდა საყოფაცხოვრებო პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული თავშესაფარები, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების სარგებლობის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს ასევე. ამასთან 2013 წლის
დასაწყისში თებერვალში მთავრობის მიერ მიღებული იქნა დადგენილება, რომლითაც შექმნილი იქნა ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი ადამიანით ვაჭრობის ტრაფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელმაც დაიწყო საქართველოს რეგიონებში შესაბამისი რამოდენიმე თავშესაფარის დაფუძნება. ჩემი ინფორმაციით არსებობს რამოდენიმე თბილისში, გორში, ქუთაისში, მაგრამ რამდენმა მსხვერპლმა მიმართა მას თუ რა სახორციელებს ამ ეტაპისთვის ჩემთვის უცნობია. არა, ჩვენც არასამთავრობო სექტორი ყოველთვის მუშაობს ამ თემაზე და მე ვიცი რომ მიმართვიანობა თბილისში, დედაქალაქში ძალიან დიდია, მაგრამ აი იდენტიფიკაციას ერდებიან ქალბატონები, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ზოგადად პრობლემა არის ის, რომ ოჯახში ძალადობის გარეთ გამოტანა უჭირთ ქალებს, ასე არ არის? ეს ალბათ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე საკმაოდ ეტყობა გარკვეულ პიკს რომ მიაღწევს, შემდგომ ხდება შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სპეციალური სამსახურების ჯანდაცვის სისტემაში არსებული სამსახურების ინფორმირება. გასაგებია და აი ბათუმში მე ვიცი რომ არის თავშესაფარი, ასე კრიზისული ცენტრი და თავშესაფარი არ არის ცენტრი თანა, სადაც მარტოხელა დედები, აი ძალადობის მსხვერპლნი არ არიან ისინი არიან მარტოხელა დედები, რომლებსაც ხო ეს სულ სხვა თავშესაფარი არის. კარგი იქნება რა თქმა უნდა, ისეთ დიდ რეგიონში როგორიც არის ჩვენი რეგიონი, ასეთი ჩემთვის ამ ეტაპზე სამი რეგიონი დავასახელი, ეს არის ცნობილი. შეიძლება არსებობს საფუძველი, რომ აჭარაში შეიქმნას ამ ეტაპზე, უბრალოდ მე არ ვფლობ ინფორმაციას, ჩემთვის უცნობია რომ არა, არც მე არ ვფლობ. მე შემიძლია გითხრათ, რომ არასამთავრობო სექტორთან ვმუშაობ და არც მე არ ვფლობ ინფორმაციას, რომ ამ წუთას სადმე თავშესაფრის აგება იგეგმება. მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, მუშაობენ პრევენციაზე, ნუ ახლა აქციებით, რაღაც ღონისძიებებით, ტრენინგებით, სემინარებით, აი ის თემა, რომ საქართველოში 23 ქალი მოკვდა 1 წლის მოკლეს 1 წლის განმავლობაში, ამას ახლა დიდი გამოხმაურება ჰქონდა და მედიამაც აიტაცა თემა და მედიაში იყო გახმოვანებული ძალიან კარგად. და ეს სხვადასხვა კარგია პრევენციისთვის. როდესაც შეიძლება თუ დავამატებ, მე თვითონ პრაქტიკაში რაც მქონია, რამოდენიმე შემაკავებელი დამცავი ორდერი შემიძლია გავიხსენო. ყოფილა შემთხვევები 25 წლის ცოლ-ქმარი მოვიდნენ და დამცავი ორდერის გამოცემას ითხოვდნენ. თანაც ყავდათ რა, ორი ბიჭი ყავდათ, შვილი, ეს იყო ერთი 23 წლის იყო, მეორე 20 წლის და ისეთი გარემოება შეიქმნა სასამართლოს ხდომაზე, რომ ფაქტიურად ამ ქალბატონს არ სურდა რომ ამ მეუღლესთან ყოფილიყო განცალკევებული და ბოლოს შერიგდნენ სასამართლოს ხდომაზე და გაიხმო განცხადება. კი, მორიგდნენ. უბრალოდ აღნიშნული ქმედება გამოწვეული იყო მამაკაცის მიერ ზედმეტი ალკოჰოლის მიღებით და ქალბატონმა ვერ აიტანა და განცხადება შემოიტანა სასამართლოში, მაგრამ სასამართლოს ხდომაზე მოვარიგე აღნიშნული პიროვნებები და ასე რომ ვთქვათ, არც არაფერი წავიდნენ კარგად სახლში. და იმის შემდგომ არც რაიმე უთხარით თან განუმარტე, რომ ამ შემთხვევაში თქვენ თუ განცხადებას გაიხმობთ, თქვენ კიდევ გვაქვთ უფლება თუ თქვენი მეუღლე მოცემულ პირობას დაარღვევს, შეგიძლიათ კვლავ მომართოთ სასამართლოს, მაგრამ იმის შემდგომ რაიმე ისეთ შემთხვევა არ ყოფილა. აი მე ერთ რაღაცას კითხავთ კიდე, მე ხშირად დავდივარ სხვადასხვა ტრენინგ სემინარზე და ხშირია იქ, როდესაც თქვათ ოჯახური ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე არა და აი თქვათ რატომ არის ასე დიდი მაჩვენებელი, თქვათ მაღალი მაჩვენებელი ოჯახური ძალადობის. პირველ მიზეზად იცით რა სახელდება, რომ თქვათ გამოძახების შემთხვევაში მოდის საპატრულო პოლიცია და ის იმ ფაქტს არაფორმებს ისე, როგორც ეს უნდა გაფორმდეს და აქედან გამომდინარე პრობლემა მეორდება და ისევ მეორდება. ამაშიც არასამთავრობოები ასე თვლიან ყოველ შემთხვევაში. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა პატრულმა რა უფლება მოვალეობები აქვს? პირველ რიგში პატრულს ევალება რომ გამოავლინოს, ეს შეიძლება იყოს მსხვერპლის
შეტყობინების საფუძველზეც უნდა გამოცხადდეს, ან იმ პიროვნების შეტყობინების საფუძველზე, ვინც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს. კონტექსტ კონფიდენციალური იქნება, ეს ამას არ გაამჟღავ. პატრული უნდა გამოცხადდეს და შესაბამისად თუ დაადგენს, რომ ოჯახში ძალადობას აქვს ფაქტი, წერან ჩამოუთვალე ძალადობის ნიშნები, რაც სპეციალური ფორმა აქვს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ არის დადგენილი და იქ უნდა იქნეს ასახული თუ რა ძალადობას ჰქონდა ადგილი და 24 საათის განმავლობაში უნდა მომართოს სასამართლოს შესაბამისი რეაგირებისათვის. მისი მოვალეობა არის ეს პირველ რიგში უნდა გამოავლინოს, უნდა აღკვეთა უნდა განახორციელოს, თუ ოჯახში ერთად ცხოვრობენ, გარიდება უნდა მოხდეს მსხვერპლის თუ მოძალადის საცხოვრებელი სახლია, ან მოძალადი უნდა იქნეს გარიდებული სასამართლოზე მომართვა და შესაბამისად მიღებული იქნება შემაკავებელი ან დამცავი ორდერი და იქ არის განსაზღვრული ვადები წერა რო განვარტეთ და იმის შეუსრულებლობისათვის ასევე არის ვიყენებთ, შეიძლება გამოყენებული იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა. და ზოგადად ძალადობის ფაქტების სტატისტიკა თუ არსებობს რეგიონში არა და აი თქვენს სასამართლოში, ბათუმის სასამართლოში სტატისტიკა არის რაიმე? ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაციას არ ვფლობ რაიმე სტატისტიკა რომ იყოს აღნიშნული. მაგრამ უფრო მეტად თქვენს პრაქტიკაში ძალადობის შემთხვევები თქვათ, ვინ არის უფრო ხშირად მოძალადე, ქმარი, ცოლი, დედამთილი, მამამთილი, ბავშვი? ხო შეიძლება ბავშვიც იყოს მოძალადე. ახლა არა სრულწლოვანზე არ ვამბობ, მე სრულწლოვანზე ახლა ოჯახის წევრი ბავშვიც ხო შეიძლება იყოს ახალგაზრდა მოძალადე, მარტო ცოლი და ქმარი, მეუღლეები? ერთი შემთხვევა, ყოველთვის უმრავლეს შემთხვევაში არის მეუღლე, მამაკაცი, მოძალადე და ერთი შემთხვევა მქონდა, ეს იყო და-ძმას შორის იყო. თუმცა დაითხოვდა თავისი მამის დაცვას. რომ ჩემი ძმა ძმისგან მამის დაცვას ითხოვდა, მაგრამ შემდგომ რაღაც კანონდადგენელი წესით არ იყო სასამართლოში შემოტანილი და სასამართლომ გარკვეული მითითებები მიცა, რომ მიეთითებინა კონკრეტულად რას ითხოვდა, მაგრამ ის შემდგომ რო გავარკვიეთ, აღნიშნული ქალბატონი საქართველოსთან წასული იყო იტალიაში და აღარ მოუმართავს ჩვენთვის სასამართლოსთვის. გასაგებია. ესე იგი, ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. ოჯახური ძალადობა, მინდა დასკვნითი ნაწილი გავაკეთო. ოჯახური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. ოჯახური ძალადობა არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, რომელიც მოძალადის მიერ სხვაზე, ანუ მსხვერპლზე კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს. ფიზიკური შეურაცხყოფა მოიცავს ქმედებას ცემითა და გარე სამყაროდან იზოლირებით დაწყებული პარტნიორის საკუთრების ხელყოფით დამთავრებული. სექსუალური შეურაცხყოფა არის გაუპატიურება ქალისადმი როგორც საგნისადმი მოპყრობა, ცემის შემდეგ სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობა, ფსიქოლოგიური განუწყვეტელი კრიტიკა, აბუჩა დაგდება, ეჭვიანობა, საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხში ერთად გასვლის აკრძალვა, ბავშვებით მანიპულირება, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ეკონომიკური მონოპოლია საოჯახო ფინანსებზე, საკუთრებაზე, მუდმივი კონტროლი ეკონომიკური ზეგავლენის შენარჩუნების მიზნით. ძვირფასო რადიოს მსმენელებო, პირდაპირ ეთერში თქვენის მენდით გადაცემას მართლმსაჯულება. დღეს ჩვენს კითხვებს ძალიან საინტერესოდ, საკმაოდ საინტერესოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართხილაძე პასუხობდა. მომდევნო გადაცემა 6 დეკემბერს შაბათს 15 საათზე გავა ეთერში. დღეს კი თქვენთვის გადაცემაზე ჟურნალისტი თამილა დოლიძე და რეჟისორი ინგა ნარჩემაშვილი მუშაობდნენ. გადაცემა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით არის მომზადებული. დიდი მადლობა ბატონო ლაშა და კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა თქვენ მოწვევისათვის.